მისადა და ძისადა და სულისა წმინდისადა. ეს არის 6 მსოფლიო კრებაში მონაწილე წმინდა მამათა სენება. მე-4 საუკუნიდან მე-7 საუკუნემდე იყო 6 მსოფლიო კრება. მე-7 იყო, მაგრამ თავი 6 მსოფლიო კრება იყო ქრისტიანთა. იმიტომ რომ მე-4-დან რატო? იმიტომ რომ შესაძლებელი გახდა ყოფილიყო მსოფლიო კრება სხვადასხვა ქრისტიანების. იმიტომ რომ მეფე კონსტანტინე და დედოფალ მეილინი რომის იმპერია გადააქცია ქრისტიანულ იმპერიად. და შესაძლებელი გახდა პირველი კრების მიწვევა მე-4 საუკუნეში 325 წელს და მერე გაგრძელდა მე-7 საუკუნემდე. და მოკლე შინაარსი ქრისტიანობისა გამოხატულია წამში, რომელიც დღის ოცვაში. და ზოგი ინტერეს მიგონს, რომ წამსი თუ არ იცის, ესე იგი ქრისტიანი არაა. აბაზაკმა იცოდა წამსი. პირველი წავიდა სამოთხეში. რატო? იწემა ქრისტე. და შეცვლა ცოდვებისა. ესე იგი რა ყოფილა მთავარი? არა ცოდნა, არამედ ქრისტე წმენა და სინამდვილე. სიცხვილი ცოდვებისა გამო და სურვილი დის ნებით ცხოვრებისა. ამოშოუთავდება იყავ ნება შენი. და რამდენია საკუთარი სული უასრულდება, ბოროტდება, ან სიყვარულის გამო, ან რაღაცის გამო. ზოგი მეგობარმა თუ ესე იგი უნტუნა ბიზნესში, ან მეუღლემ თუ უნტუნა ესე იგი მოკლა უნდა, ამიტომ ზოგი მაზიარებელია. და როგორ შეიძლება ეზიარებოდეს, რაღაცის მოკლა გინდოდეს. ესე იგი, ზიარების შინაარსი რა არის? რომ ღმერთი შემოვიდა შენში, ღმერთთან ერთობაში იყო. მაგრამ იუდა ეზიარა, მაგრამ ვერ ეშვება. პირიქით ეშმაკი შევიდა, ამიტომ რომ ფული უყვარდა მეტად და ჩვენ ცხოვრებაში დაუკვირდეთ. თუ გაბროდებული ვარ ჩვენში, ღმერთი კი არ შემოსულა ზიარებით, ეშმაკი შემოსულა. ამიტომ თუ გაბროდებული ვართ, ეს სხვადასხვა პოლიტიკური მოსაზრების გამოც კი რამდენია გაბროდებული, იმიტომ რომ დაწუნებულია თავის სიმართლეში. ასე იყვნენ ოჯაგიძე და მახარაძეები დაწუნებულები თავის სიმართლეში და კომუნისტებს შემოუძდნენ საქართველოში და ანგლიის ტაძრები დაყიდეს მოწონეები. ახაც რამდენია? ვფიქრობ, რომ ქართველი ეროვნები დასცინის დაუშვათ. ეს პოტრა დონბასზე იქნება თუ სხვა, ესე იგი წერლებს და დასცინის საწუნოებას. რატო? იმიტომ რომ სული წმინდა არა მაშინ. მაგრამ ჩვენ კი უნდა გვზრდეს მის დაქცინის, მის წაგვართვა ტერიტორიები. ფიზიკურად რუსეთის ხელისუფლებამ და რუსმა ხალხმა. როგორ არის ზოგი მამაკაცია და ესე იგი იგინება ეკუთხება რუსებისადმი, მაგრამ მე შეკითხვა მაქვს, რატო არ იგინები, შენც აგინებ რუსებს, რატო არ აგინებ თურქებს და ირანელებს, თუ სწორია გინება. აი ესა უაზრობა, ამ ფულით ხარ გაყიდული, ან ლიბერალური არხებით მოწამლული. როგორც იყო საბჭოთა კავშირის დროს, სიზმრით დასებოდა ამერიკელებისადმი კაპიტალისტებისადმი. ზუსტად ახლა კაპიტალისტების პოსტով ჭამთ, ეხლა საქმის მეტი არის, ევროკავშირში ვიდრე აკვიშას. ამიტომ თურმე ევროკავშირი ყოფილა ლიდერება, რამდენი ქართველი ჩამოდეს იქიდან წამით მკვდარი, ან ამერიკიდან. ან ცოდვებს არ ეშვება. ევროკავშირში შესვლა არ გიშველის, გიშველის ლეჩიში შემოსვლა. ხშირად ვამბობ, რომ ალექსანდრე მაკედონელი წაიყვანა სულ ღმერთმა 23 წელს და ჩვენი დაბადება და ჩვენი გარდაცვალება ღმერთის ხელშია. იმპერიის განადგურებას იმპერიები იყვნენ და აღარ არიან და ვის იმეძახათ? ვინც აგინებს საწუნოებას? იმ ქვეყნების საიდანაც ფული მოდის, რომ აგინოთ პატრიარქს, აგინოთ ფისახორებს, როგორც კომუნისტების დროს ეკლესია იყო ოპიუმი, ახლა ზუსგონია რომ ეკლესია იმისთვის არის, რომ იმართოს დაბიო ხალხი და პირიქით ეკლესიის გარეშე ვერცერთს ვერ იქნები თავისუფალი. იქნები მონა. აი ფეხბურთის გამო რამდენს არ გული გაუსწრება და მასწინდება ჩემი თავი და მეცინება. მადლის გარეშე შეიძლება ფეხბურთის გამო გული გაიზრდეს. მადლის გარეშე შეიძლება შეურაცხყოფის გამო გული გაგიზრდეს. მადლის გარეშე შეიძლება ოჯახის წევრები გძულდეს სხვა პოლიტიკური მოსაზრების გამო. გამოსავირაში ყოფილა ღმერთთან ერთობაში და იმას ქვია სული წმინდა და ეს სული წმინდა ვიბეჭდებით ოსა ვინახდებით მაშინ არა. ცოდვებისკენ მიდრეკილება რჩება და შეიძლება 100 წელი იცხოვროთ ეს ცოდვებისკენ
არჩევს, აი როგორც ახლა ექიმთან რო დავდივარ, მე ქრონიკულად ვატყობ 36 წლის მანამდე. დასწავლი ვიხშობოდი ასმით. ექიმთან ხო დავდიოდი. მაინც ვიხშობოდი, მაგრამ მაინც ხო დავდიოდი. ასევე ზოგს რუშობა ამაცხებს ზოგს, უთობა ამაცხებს ზოგს, წამალი ამაცხებს. ცოდვები ამაცხებს, მაგრამ ეს მას აისახსო შენ უიმედობაში იყო. როგორც ექიმთან დავდივართ, ქრონიკული ავადმყოფობებით. რაღაც შვებას ვღებულობთ ასე, რომ უნდა არ მოვეშვა არსებობა ზიარების საერთოდ. რომელიც ყველაზე მეტია ნათობის შემდეგ. მეთქმა მოგცეთ ცოცხალი წვენა, რაც ხონდა ჩვენ წინაპრებსა. ჩვენთან არს მეთქმა.